თქვენი ბავშვობის ტრამებზე რომ მოგვიყვეთ. და მე როგორ გზნობდით თავს? ლეკვად გასაგები. დიახ, ეს არის MPC-ის ჟელეები. სრულფასოვანი საკვები არ არის, უბრალოდ სნექია. დასახელებლად შეგეძლიათ მიირთვათ ხოლმე. დიახ, კი ბატონო. თუ შეიძლება მოითმინეთ და პოდკასტის ბოლოს მიირთმევთ მაგ საკვებს, დიახ. და როგორ ფიქრობთ, ეს ჩუსტები ვინ გააფუჭა? რომელი გნებათ ჩვენ გვაქვს ბატკანი, საქონელი, კურდღელი და იხვი. კი ბატონო. მოთმინება ბატონო, არანაირი მოთმინება. გეტყვით რომ ლარიღის ეხლა ძალიან იაფი არის ამ პროდუქტისთვის. შემდეგი კორესპონდენტი რო შემოვიდეს. თქვენი აზრით, თქვენი შინაგანი ბავშვი როგორ გზნობს თავს? ჭამაც მეტად რამე თუ გიყვართ? არა. კი ბატონო, ესეთი კონკრეტული და სუსტი პასუხი პირველად მიიღეთ ცხოვრებაში. მუცლის მოფხანა თუ ზურგის? გასაგებია. ჩვენ MPC-ის ჟელეს ხوار მიირთმევდით კი, თუ შეიძლება ჩავწადეთ პოდკასტის მაგიდიდან. თუ არ იცოდით, გეტყვით რომ ღირს სულ რაღაც ლარი. მისი შემოტანი არის ფეთ ვერსი. შეგიძლიათ ჟელეები საქართველოს ზოომაღაზიებში შეეძინოთ, დიახ. ლარი სულ რაღაც. თქვენზე გავიგე ADHD აქ მართალია? ბავშვობაში რამე ხوار დაგაკლეს? არა გინდათ რომ გამოსულიყავით? MPC-ის ჟელეს ხوار მიირთმევთ ლარიღის. გახლავთ ბელგიური ბრენდი, შეფუთვას ლოკავდით. ჩვენ ამით დავასრულებთ, იმიტომ რომ ნერვი აღარ მაქვს. ნახვამდის, ალბათ აღარ შევხვდებით ამ სტილის და ფორმატის ვიდეოში. თუ ვინათ გამოგვიწერეთ. მორალურად მაინც დამასაპორტეთ.